იფიცება საქართველო. ამ ლოზუნგით დამსაქმებლებისა და დასაქმებულების ნაწილი გაიფიცა. საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა 15 საათზე დაიწყო. 3 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და მას შეუერთდნენ კომპანიები, უნივერსიტეტები, კვების ობიექტები თუ სხვა ბიზნეს ჯგუფები. გაფიცვის ფარგლებში დაიკეტა მრავალი ობიექტი, მათი თანამშრომლები კი ქუჩაში გამოვიდნენ. გაფიცულები პროტესტს სხვადასხვა ბანერებით გამოხატავდნენ, ვითხოვთ ახალ არჩევნებს, თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს. პროტესტის მიზანია აჩვენონ საზოგადოებას ის, თუ რა ელის საქართველოს იზოლაციის პირობებში. გაფიცვა არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მშვიდობიანი ხერხი იმის, თუ როგორ შეგიძლია დაანახო ხელისუფლებას და როგორ შეგიძლია დაანახო შენს თანამოქალაქეებს, ვისაც აქამდე ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი რა ხდება და რა ვაკეთებ, მათ შეგიძლია დაანახო რა ელის ქვეყანას თუ ჩვენ დავრჩებით ამ რეჟიმის ქვეშ. და ძალიან მნიშვნელოვანია და რასაც ვუყურებ, ძალიან ბევრი ადამიანია ჩემს გარშემო, ძალიან ბევრი ადამიანი გაიფიცა, ძალიან ბევრი კომპანია გაიფიცა. ეს არის დასაწყისი, ეს არის გამოფრთხილებელი გაფიცვა და დარწმუნებული ვარ, თუ ისევ გაგრძელდება ყველაფერი ეს რეპრესიები, თუ ისევ დარჩებიან ჩვენი ტყვეები საპყრობილეებში, აუცილებლად უფრო მძლავრიც იქნება ეს გაფიცვა და იქნება უფრო მტკიცე, იმიტომ რომ ეხაც უკვე დავანახეთ, რომ შეგვიძლია. ამიტომ მგონია, რომ თუ გავაგრძელებთ ასე და დარწმუნებული ვარ, რომ გავაგრძელებთ, იმიტომ რომ არ არსებობს ისეთი მოცემულობა, რომ ჩვენ შეიძლება გავჩერდეთ, იმიტომ რომ ყველაფერი გადავიარეთ უკვე, ხო? აი, ყველანაირი გადაცდომა ვიწვნიეთ ჩვენს თავზე, ყველაფერი გამოვიარეთ და არ მგონია, რომ ვინმე გაჩერდეს. შესაბამისად, მაქვს იმედი და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მალე მივაღწევთ შედეგს ასეთი ბრძოლით. დიდი პროტესტის გრძნობა გიჩნდება როდის? აი მაგეთად მიმახსენდება წლების წინ იტალიის ხელისუფლებამ ავღანეთიდან გაიყვანა თავისი სამშვიდობო მისიით ჯარი. და რატო? ერთი ჟურნალისტის გუნდს. ამათ სახეზე გადაუარეს ჟურნალისტებს ფეხით. რიგით ადამიანებსაც და განსაკუთრებით ჟურნალისტებს. მე ვერ გძნობ, რომ სახელმწიფოში ვცხოვრობ. ეს არ არის ხელისუფლება, ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალი ხელისუფლებაში. თავისი მაფიოზი ხელმძღვანელობით, რომელსაც ლიდერობს მაფიოზი ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო თეატრის მხატვარი ხატია დავითაშვილი ნომინაციის თეატრალური სეზონის საუკეთესო სცენოგრაფიული ნამუშევრის გამარჯვებული გახდა და მას საქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური პრემია მიენიჭა სპექტაკლისთვის ჰამლეტი, რომელიც ზესტაფონის თეატრში ვატო ჯუღელმა დადგა. ხატია დავითაშვილს სპექტრი ესაუბრა და მასთან სატელეფონო კომენტარი ჩაწერა. გვითხრა, რომ ეს აღიარება მისთვის მოულოდნელი და სასიხარულო იყო, თუმცა არა თვითმიზანი. მისთვის მთავარი არის შესაძლებლობა, რომელიც თეატრში ამ მიმართულებით აქვს. ვიტყოდა ძალიან მოულოდნელი იყო, იმიტომ რომ არ ვაუძინა მას ამ ჯილდოს მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი ჩვენი სპექტაკლი იყო წარდგენილი სხვადასხვა ნომინაციით. უღრმესი მადლობა მინდა უთხრა ყველა რომელიც მონაწილეობა ამ ყველაფერში. დიდი მადლობა მინდა უთხრა ზესტაფონის თეატრს ამ შესაძლებლობისთვის. იმიტომ რომ გითხრათ, კი ძალიან სასიხარულოა, მაგრამ რეალურად ჩემი მიზანი ნამდვილად არ არის რაიმე ჯილდოს მიღება, იმიტომ რომ ჩემთვის ის ჯილდოა საქმეზე მუშაობა, რაც და ეს არ ხდება ჯილდოს გამო და ზოგადად გაფასებად ეს სამუშაო საფასებად მე გავიმარჯვე Erasmus Plus-ის გაცვლის პროგრამაში და შესაბამისად თებერვლის თვეში მივემგზავრები ირლანდიაში. Erasmus-ი არის ხალხთაშორისი კიბე, რომელიც აახლოებს ერებს და აძლევს მათ საშუალებას, რომ გახდნენ ინტერკულტურულები, ასევე სხვადასხვა კულტურული გაცვლა მოხერხდეს, ჩვენმა თაობის წარმომადგენლებმა დავაგროვოთ ცოდნა, ნახოთ ახალი ქვეყნები, გავხდეთ უფრო მეტად დამოუკიდებლები, ვისწავლოთ ევროკავშირის ღირებულებები და წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა. შევავსე სააპლიკაციო ფორმა, სადაც დავწერე სამოტივაციო წერილი, ასევე დავწერე ესე საკუთარ თავზე. ვისაუბრე Erasmus-ის მნიშვნელობაზე, გაცვლითი პროგრამის მნიშვნელობაზე, რატომ სურდა მონაწილეობა, რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, ჩემი ქვეყნის წარმოჩენას. ასევე ვისაუბრე საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობებზე, ჩემს სამომავლო ხედვებზე, გეგმებზე და რადგანაც პროექტი შეეხებოდა ლიდერობას და არის ესეთი პროექტი მომავალი ლიდერები, მომიწია სხვადასხვა ლიდერული ფორმის განხილვა, ასევე
საკუთარი პოტენციალის ამ მხრივ დაფიქსირება და შესაბამისად მოხდა ისე, რომ დამიკავშირდნენ ამარჩიეს 300-ზე მეტ აპლიკანტ შორის და 14 ბავშვი მივემგზავრებით. დაახლოებით ერთ კვირაზე მეტი მივდივარ ირლანდიაში, ქალაქ კორკში, ასევე სხვა ქალაქებსაც დავათვალიერებთ და გარდა იმისა, რომ ახალ ქვეყანას ვნახავ, ჩემ ცოდნას კიდევ უფრო გავიღრმავებ, თვალსაჩინოს გავიფართოვებ, ვთვლი, რომ ეს არის საუკეთესო გზა, ჩემი პოტენციალი წარმოვაჩინო, ჩემი უნარები განვავითარო და რაც ყველაზე მთავარია, ჩემი ქვეყანა ღირსეულად წარვადგინო, ძალიან ბევრი ახალი მეგობარი შევიძინო და ირლანდიელებს ვისთან ერთადაც მექნება კომუნიკაცია, ვისთან ერთადაც მივიღებ ამ პროექტში მონაწილეობა, მინდა რომ ჩემი ქვეყანა გავაცნო და რაღაც პერიოდის შემდეგ ყველა მიცოდეს უკვე სად არის საქართველო, რამდენად კარგი ქვეყანა ვართ, რამდენად მივისწრაფით ევროპისკენ და ასე შემდეგ. მინდა ყველა ჩემ თანატოს ვუსურვო, რომ იყვნენ მიზანსწრაფულები, რადგან ნებისმიერი სურვილი თუ ოცნება არის ხელშესახები. გამორიცხულია თუ კი ოდესმე რამეს მოინდომებენ და ამისთვის საკუთარი თავის განვითარების გრძელ გზას გაივლიან, საბოლოო ჯამში შედეგი ვერ მიაღწიონ. და მათ შორის არც ის არაა შეუძლებელი დღევანდელ სამყაროში, რომ ვესტუმროთ ახალ ქვეყნებს, შევიძინოთ მეგობრები და ვიყოთ მრავალფეროვანი ცხოვრებით სავსე. მინდა უსურვო შრომის მოყვარეობა, მინდა უსურვო პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და მინდა უსურვო სიხარული, რომელიც წარმატებას სდევს თან. ეხლა ვიმყოფებით ზესტაფონოვის სფეროშენოვნებათა ქარხანაში. ქარხნის პირველი საამქროს გაზგამწვენზე მიმდინარეობს ფილტრების განახლების პროცესი. მოგეხსენებათ, ქარხანა იმყოფება დროებითი მართვის რეჟიმზე, რამაც შესაძლებლობა მოგცა აქტიურ რეჟიმში განხორციელებია მიმდინარე გარემოსდაცვითი პროექტები, მათ შორის გაზგამწვენდის განახლება და ასევე ყველა ის ტექნიკური გადაიარაღება, რომელიცთვისაც აუცილებელია ქარხნის გაჩერება. შესაბამისად, ვცდილობთ მაქსიმალურად ფორსირებულ დროში და ძალებით მოვახდინოთ ყველა მიმდინარე გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრა. მოგეხსენებათ, მეოთხე საამქროს გაზგამწვენზე მოხდა ფილტრების განახლება, ეხლა ანალოგიური პროცესი მიმდინარეობს უკვე პირველი საამქროს გაზგამწვენზე, სადაც ხდება იტალიური ხარისხის ფილტრების ძველი სახლის ჩანაცვლება და ხსენებული პროცესი გაგრძელდება, რათა ქარხნის ექსპლუატაციაში შესვლის მომენტში ქარხანა შეხვდეს მაქსიმალურად მაღალი გარემოსდაცვითი სტანდარტებით. ამჟამად ჩვენ ვატარებთ სამუშაოებს ნომერ-პირველი საამქროს გაზგამწვენზე. იცვლება ძველი ფილტრები ახლით, ტესტორის ფირმისა, 960 ცალი ფილტრი. ვასრულებთ რამოდენიმე თვის უკან დაგებული ფილტრების გასუფთავებას, ვახდენთ კვამგაწოვის შემოწმებებს და ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ გამართულად შევხვდეთ ღუმელების ჩართვას.